გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone-ს სვეტში მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია. გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი. ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე. დალე. ბევრი წამე. მე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. აბა. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. შანსი არ არის. საქართველოში ნიჭი და ფისო ბოტკოველი არ ფასდება. სამაგიეროდ სხვა ყველაფერს ცეცხლის ფასიადებს. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ფისო ბოტკოველის თოქ-შოუ ჩურჩულები. დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად იქნება ადამიანი, რომელმაც 1.600.000 მოიგო. ბატონი ვაჟა სტუდიაში. ბატონო ვაჟა, გილოცავთ მუსიკა თუ შეიძლება. განაცვალეთ ყველა. მაგრამ დაგწაიდით. მინდა რომ მაყურებელს მოუყვეთ ისტორია, როგორ გამდიდრდით. როგორ გამვიდრდი? ვიყიდე ბილეთი. დიახ. ხედავ ჩამოვარდა ერთი ბურთულა. ჩამოვარდა მეორე ბურთულა. მესამე, მეოთხე, მეხუთე. მეექვსეც ხო? არ მახსოვს, არ ვიცი. არ ვიცი. რატომ და მეხუთეზე გავითიშე? გზნობა დავკარგე. მოიცა, აბა ვინ გითხრათ რომ თქვენ ფული მოიგოთ? ვინ მითხრა და თეთრებში ჩაცმული ფრთებიანი კაცი იყო. ასე მითხრა. რა გინდა ბიჭო შენ აქ? რა წოდი აქედან შენ მილიონი მოიგი. არაფერი არ გესაქმება შენ აქ. არა წადიო. წამოვედი და ბედნიერი ვარ ახლა. ბედნიერი კი ხართ ბატონო ვაჟა, მაგრამ სამწუხაროდ 20% სახელმწიფოს მიაქვს მაგ ფულიდან. მე ეგ არაფერი. ეგ წაიღოს კი ბატონო. მილიონზე მეტი მაინც რჩება. კი. მილიონზე მეტი კი რჩებათ, მაგრამ მე ჩემმა პროდიუსერმა მითხრა რომ თქვენ ბანკში პროცენტი გაქვს გადასაფარი ბატონო ვაჟა. პროცენტი კი მაქვს ახლა პროცენტი. ბერერა 300.000-ზე მეტი მაინც რჩება. მე 300.000 რომ გრჩებათ ამდენი გაჭირვებული, ნათესავი, ახლობელი, მეზობელი, რომლებიც ახლა გიყურებენ ბატონო ვაჟა, ხო უნდა დაეხმაროთ. მიეცით პირობა, პირდაპირ ეთერში მიეცით პირობა, ბატონო ვაჟა რომ დაეხმარებ. მიეცით პირობა ექსკლუზიურად. მიეცით. პირობა კი. მე ბატონო ვაჟა რომ მოვლენ ბიჭები. გეტყვიან ზონაზე ფულია შესაგზავნიო. ხო უნდა მისცეთ ბატონო ვაჟა. მაგათ რაღაცომ უნდა მისცეთ. იმიტომ უნდა მისცე რომ შენ აქ 30-ში დაგულავ, ხო და ბიჭებს ზონაზე უჭირთ, არ უნდა მისცებ რად? ჰა? თუ მასია? ვაუ. მასე ბატონო ვაჟა, აბა როგორ არის? რა მოხდა ბატონო ვაჟა? მოვიდა ის კალბატონი მოვიდა და ვინ მოვიდა? სოციალური დახმარებიდან მოვიდა კალი და ბიზაო რა ქვია. მე და ვაისა ვარ გეკუთვნით 70.000 კულა ვერ მოგაგროვეთ 70.000 კულა და არ მოგდახმარება არ გეკუთვნით თქვენო ესე მითხრა. ბატონი ვაჟა ვერ შევიდა სოციალურად დაუცველთა სიაში. მას ძალიან უჭირს, მაგრამ მე ბატონო ვაჟა ყველაფერს გავაკეთებ. მე მოვამზადებ სიუჟეტს რომ თქვენ დაგაბრუნოთ მაგ სიაში. თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო დაუმესიჯეთ ბატონ ვაჟას, რომელსაც ძალიან უჭირს ნომერზე 2080 და გადარიცხეთ თანხა საბანკო ანგარიშზე, რომელიც ახლა ეკრანზე გამოჩნდება. ერთხელ სასტუმრო კალიფორნიაში მთავრობის წევრები მივიდნენ და ბოზებში აირიდნენ. გოგოებო დღეს ყავდა უცხოელი. რუგზაკით იყო თუ კუზი ქონდა. არცეთი არ ქონდა. ხო და დამიწყო ლაპარაკი ამ უცხოენაზე ვერაფერი ვერ გავიგე. ხო და მეც ვანიშნე რა თითით აი ეს. Body language რა ვთქვი შენი? შევიყვანე ოთახში და მოვინდომე, მაგრამ რა მოვინდომე.
იქა გავაცხეს უჯგირძღაბ აძახები. აი მე გოგოები უგიჟდები ფრანგებზე რა მაგათი ფრანგებზე ძღაბ აი ძარა გიჟდები. ხო მე დღეს იმდენი ვაჟიშვილი დავავაშკაცე სკოლის ბანკეტზე მეგონა თავი. ბოლოს არის ჩემთან ექიმი იყო დღეს მოსული გოგოებო. მე რა აქნა დიდი ხანი იყო? არა კაცო რა დიდი ხანი იყო მორწუჩი გამომიცვალა ეს წეთოვანი და წავიდა. ელი გამის დაცვა არა ეს რა პესის გაიგეთებ ბიჭო. ჰა? აი ეხლა ხო დაგერხათ, ჰა? ხო აი დაგ უნდა გოჭები ვიცადითაო. მოიცა ჩემგან დაეცენა გააჩუმე ბიჭო. ბადა რა ბლატო. აი გოჭები ვით უნდა და თქვენი უფროსი რომელია? აი პირველი ის უნდა მივა. მე ვარ და შენი არავის არ ეშინე. საერთოდ აქცია მოხს. რა საერთოდ? გრანდიოზულად უნდა მოკნათ სათითაო. გაიგე ცოტა ნერვები დაიჭრა. შეიძლება დილით შუა დღეს საღამო ხამის 3 საათი უთენია. ტვის რამდენჯერმე? რამდენი ტვინიც არით? აი შემო და სათითაო. პირველი რომელია გამოუშვები. ერთი მოიხედე აქეთ ლაწირაკო ვირიში. არ მინდა მოხედო ისე გამომხედე აქეთ რა. რა გინდა მიდი დროზე. ერთი წამი, ახლა დაუძაღებ დაცვას გაგაგდება აქედა. აი დაცვასაც ადგილზე, გაიგე? ჰა? ისა მომხედე აქეთ. შენ მგონი რაღაცა გეშლება. კიდე მემეშლე ბატონ. ნამდვილად გეშლება დარწმუნებული ვარ, ხა ნერვები დაიწყრა და მომისმინე. ეს არის ბორდელი და არა ტექნიკის მაღაზია. ტექნიკი რა? ბორდელი. ვერდი არის ტექნიკის მაღაზია და ის უშვებს ერთად SMS-ებს. ხაიმე. ბოდი. აგა გამსალოთ მემი! გაიტრე დროზე აქედა. გაიტრე მეთქი! ხალბატონო ბოზებო, ბოდიშ გადავალ იქეთ იმათ რეგენერატიეს არ მომიშალა ნერვები. აღარ შემიძლია უკვე ნერვები აღარ მყოფნის რა. რამდენ კლიენტს გვაქვს ეს ტექნიკის მაღაზია უკვე. აღარ შემიძლია. მოსამართლე ბეჟანის ცხოვრების გზა ხიფათითაა ახსავსე, რადგან სამსახურში მიმავალ ბეჟანს ხანდახან მანტიაზე ფეხი ებიჯება ხოლმე. ხალბატონებო და ბატონებო, სხდომას გახსნილად ვაწყდით. მე რა მეშქერება ბატონო, ადვოკატო რაღაცა მიშველი გეხვეწები. არ მახსოვს, ყოფილი მთვრალი ვიყავ. ოჯახი მყავს რაღაცა გადამარჩილი. დაიღო ბიჭო, ვიზი გაშინია? ნუ გაშინია, მეც მეშინია. ხალბატონო პროკურორო, წარმოადგინეთ მასალები. ბატონო მოსამართლე, პატივცემულო საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს არ ახსოვს თავის მიერ ჩადენილი დანაშაული, მას ეს არ უნდა ეპატიოს. ეს იქნება კანონის უკუგდება. ნუ დაწერე ფაჩიკოს კანონივი. მოკლედ. კი ბატონო. ბრალდებულმა ჩაიდინა უამრავი დანაშაული. ადვოკატო რაღაცა გააკეთე, ხა აღარ შემიძლია უკვე რა დანაშაული არაფერი არ მახსოვს, გეუბნები ძალი ვიყავ. ნუ გეშინია, აი პირდები რომ სასამართლო დარბაზიდანვე გამონთავისუფლებდნენ შენთან. დამიჯერე ხა ბატონო მოსამართლე, ვიძახებ მოწმეს. ვინ მოწმებს იცი? არ ვიცი რა მახსოვს. კვირის ვარჯიშიდან მოვდიოდი დაღლილები რა. ხო და გაგვაჩერა. სიგარეტი ხო არა გაქვს. რა თქმა უნდა მივეცი ერთი ღია. მე ამას უთხრა. შენ რატო არ მაძლევ? მაგარი გაგვეცინა და სიცილი დასრულებული არ მქონდა რომ მაგარი დამარტყა ეგრევე და გაგვიგდორიო წიხფექვეში. ამან ხო მაგარი ვირთხა არ იღლებოდა. ბოლოს მოსწინდა ჩვენი რთმა ხო და წავიდა. მინდა რომ სასტიკად დაისაჯოს. დიდი მადლობა ბიჭებო. ახლა კი ბატონო მოსამართლე, ვიძახებ შემდეგ მოწმეს. გთხოვთ. გთხოვთ მოუყევით სასამართლოს. რაც მოხდა იმ ღამით? ვიჯექით ღამით პარკში. უცებ საიდანღაც გამოვარდა. დაგვეტაკა და გაგვაუპატიურა. მე 8 ჯერ, ეს კი 11. მოვითხოვთ დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. მადლობთ. ბატონო მოსამართლე, თქვენის ნებართვით ბოლო მოწმესაც გამოვიძახებ. შემოვიდეს რა, გასამდეს ბარემ. მოგესალმებით, მე გახლავართ ერთ-ერთი მსხვილი ბანკის, კოღო ბანკის მმართველი. აი დამნაშავემ კი კინაღამ გაგვაკოტრა. მან მოახერხა კოდების გატეხვა
და შევიდა ბანკის სისტემაში. თლიანი თანხა გადარისხა ოფშორში. აუცილებლად უნდა დასაჯოთ. დაპროტესტებაც. მოიცა რა პროტესტებ არა ის. ისა, ანუ, ესე იგი რა გამოდის? ესე იგი ეს ბანკი მე გავზარცვე მარტო 20 ჯერ გავაუპატიურე ის ორი ადამიანი და ის ბეხლეწები მე გავიგდე წიხ ქვეშ. რა ნასვამი გასო, ფხიზელი ვიყავი, აღიარებ. მე ვიყავი და სრულიად ფხიზელი ბატონო. შენ გაგიმარჯოს ბიძია ღმერთო. შენ ყოფილი ხარ კაცი. ვინ შენ დაგიჭირო, შედათავად ის იყოს ტარაკი. თავისუფალი. აქედან მივდივარ ჩემთან მე და შენ დავლიო. დავლიო. გოგოებო. რეიდან ჩვენ სოფელში არა? აი მე დიქტატურას ვაცხადე. რასო, ბარა, დედა მოუვა, ვაჩაბორდა. რასა და დიქტატურას გამიგეთ? გვერდზე სოფელში ერთადერთი რობოტი ყავის მადუღარა. რავი, აბა ბიჭო, ჩემთან ძალიან რთული ვითარება ამ ამბავში. ძალიან. არავინ არ მიჯერეს ბიჭო, არცა. არცა მოადგილე ვიჯერეს ბიჭო, არცა ყარაული. ვინა? ანა კი მიჯერეს, მაგრამ ახლა შენთან ბიჭო, ერთსა მამისფინე, შენთან რა სიტუაცია, რა ვითარებაა შენთან, მითხარი ერთი სოფელში გამაგებინება. დიქტატურა დავა. აკენი? დაამყარე ბიჭო, დიქტატურა დაამყარე? ო ბიჭო, დიქტატურა. გენიოსი ხარ შენ, არა ძმაო, აი ყოველთვის ვამბობდი გენიოსი ხარ მეთქი. მაით ერთი აღარ მოგაცდენ რა, ამეც აი საქმეები მაქვს. ხო, კაი აბა, გავითიცი. კარგად. მე როგორ არ მომაფიქრე იქავში, ჰა? ეხლა კიდევ ყოფს ყველა. აიცა. გელოდი, ომარა. ამოდით ეხლა მე აქა. მეიცა კაცო რა. ერთი ნახე ყურს როგორ არის ბეჭდანის, ჰა? ვინც არ ამოვიდეს იმის და მე, ჰა? აი გრ. შამო. აი, ხოთრისტანის მაგის დედა ვატი, რა მოგივიდო. შენა ბიჭო, რა ერთი ლაპარაკობ, ჰა? რა მოხტრისტანი შენა ისაკი. აი, ხოთრისტანი შაბო როგორ უნდა მოგმართო, კაცო, რა მოგივიდო. მამისმინეთ ეხლა კარგად. დღეიდან. მამისმინეთ, დღეიდან ჩვენ სოფელში არა? აი მე დიქტატურას ვაცხადე. რასო, ბარა, დედა მოუვა, ბიჭო, აჩაბორდა. რა თქვი? რასა და დიქტატურას მეთქი, გამიგეთ? ვაიმე. ვაცი სამივარდა და რა მოიღე. უარესიც მოგივა. დღეიდან დიქტატურას ვაცხადე ბაქა. რაცა იმას ნიშნავს. ამისმინე ვიდო კარგად. დიქტატორს ამაუსმინე. დიქტატურა იმას ნიშნავს, რომ რასაც მე ვიტყვი არა, ყველაფერი ეგრე იქნება. არც გამათი იქნება, არც განხილვაი, არც ალტერნატივები აღარ იქნება, არაფერი არ იქნება. აი როგორც მე ვიტყვი, აი ეგრე იქნება. აი ეგრე, აი, ორჩა და გათავდა ყველაფერი. კარგი, აი ახლა ტრისტანიჩი. ორჩა მეთქი, ხო გითხარი ტრისტანიჩო ბაი? ხო, როგორ მოგ ამისმინე ახლა კარგად? ეხლა დიქით და ჩაიწერეთ, როგორ უნდა მიმართოთ თქვენ უბრალოდ მამა მარჩენალ დიქტატორს. მიზახი თქვენ უპატივცემულისობა და უმოწიწებულისობა. ის სად არის მე? გარეთ არის გერუდება. დაუძახე. დაუძახე მეთქი დროზე. ომარა. შეიძლება. რა გვიანეთ თქვენ? არ დამიგვიანია, ჩამივარდა ბიჭო კიდე და ხმა მეთქი ახლა გეტყვი ყველაფერს. იბრძანებთ. ორივენი ახლა გახვალთ და ტრაქტორებს გააკეთებთ. მაინდა ხა დედა მოვა წამოდგებული. მამეთქი კაცო. უსიტყვო შეასრულეთ რასაც გეუბნები. პატივითა და მოწიწეთ. პატივითა და კითხარი რა, არ ვარ გამეთქი რა ისა რა. შეიძლება შემოაკა. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი ახლა დიქტატორსაც ჩაუდექით ექსენა.
მოდი დიქტატურა უნდა გაგრძნო. ეს ხომარილები თქვენო უსექსუალურესობა. როგორ ჩამიჭი ერთიაკა დიქტატურა უნდა გაგრძნობინო კარგად. როგორი ხართ ბატონო დიქტატორი? ელა კი არის შეული დიქტატორს ჩაუშვდეს სამართლებში. მოდი ახლა. თქვენო ქრისტიანში ესობა შადის ბუშკა შევაწუხა და ფეხსალაკში რო გავიდე და მოვისაქმო შეიძლება? წადი. დიდი მადლობით და გემშვიდობებით. წადი. დიქტატორა ბადრული რამე კი არ არის კაცო. კარგია. შეიძლება ბოდიშის მაპატიერა თქვენ რომ დიდთან უდიდესობა და პატარასთან უპატარესობა თიჩი შემეჭო თიჩი და შეიძლება გამოვიღო გამაიღე დედა მო ეგრეც ვიცოდი მადლობა გაიხარე ეგრეც ვიცოდი ხო გაიხარე ეგრეც მადლობა ხოლოდ მასაჟი გინდათ რატომ ხოლოდ რა ძილვაშა ბოდიშის მოხდით რა შენ გენაცვალე შენ ჭირიმე გამოვიღე შეიძლება გადავაგდო ღელეში გადავაგდო ღელეში კი არა თუ გინდა არაქსი გადააგდე მეთქი დროში გადაეცა მო ეგრეს ვიცოდი მადლობა უფროსო აი მოიახში ალო შეჭამ ეს კაცო თქვენ უპატივცებულესობა, უაშკაცებულესობა და უთამადებულესობა. ქენი მოვშარდე ფეხსალაკში და ელვას მეიკა შევიკრა. მე რაც კიდათ ის კაი ყველა მაგაცაო. რა სამჭამეთ ყველაფერზე შემოსვლავიც გაუკია. ფადიაკა, ერთ იმასაც დაუძახე. ჩაიო. კაცო, ყველაფერზე მე რაც მეკითხებით რაღაცებს, აჰა. გადავაგდე უფროსო დედა მო გადავაგდე. ღელეში გადავაგდე. მამის მინეთ ყველა შენ სამადიქ, რა დაგუდა კიკა? ეხლა კარგად მამის მინეთ. აღარა ვარ დღეიდან დიქტატორი მე. დემოკრატი ვარ. დასავლური ორიენტაციის მატარებელი არის ჩვენი სოფელი დღეიდანა. მე ვარ დემოკრატი. აიგრე დღეიდანა. მართალს ამბობ ტრიცანეჩა. მართალს ვამბობ, მართალს. მართლა დემოკრატი ხარ? მართლა ნამდვილი დემოკრატი ვარ. და აღარა ხარ დიქტატორი. ხო, რა დემოკრატი ვარ, ხო. დემოკრატია რა. დემოკრატია. ო და შენ ტრაკი გაიგე? დამოდი კალო, რაზე დეკი მანდათა. დადი გაედრიე. მოვალ თოფი თვალ მოვიდე რა გაიჩენა. შეურაცხყოფე მიუგე აკარი და აკარი. დადი, გემოდერე. აბა ზუგურე რა. სანჩიკა და გუგა რისი სანჩიკა და გუგა არიან თუ არ ისანჩიკეს და იგუგეს მათ ჩვენი მოლოდინი არ გააცურეს და მორიგი სანჩიკობა და გუგობა ჩაიდინეს ჩვენს გადაცემაში რავი კარგათა ვარ მანანელდე თქვენ როგორა არა დაუჭკვიანი და ყველო Привет! სტატა ხარ შენ? გამაგიჟე, იმენა 2 საათია გელოდები აგერ ზივარს, მო დავიხარ. შენ რა გამიტრაკე ამ 2 საათი, რას უმაქ თემაზე მე გადავედი ბიჭო, რა ხოიცი არ ვიცი ცნობა შეჭა. შენ ახლა განკი როგორ მოყარ, ხო? გეკაიფები, შეჭება, მომენა. ბიჭო, მოხდები მაგ დაწყვეტი. აი ხო, რა გჭირს, ბიჭო, სერიოზულად მოყვევი, რა მოხდა? აბერ დღეს რამე, დაკეთ, კომისარიატიდან მომადგრე, ბიჭო, ჯარში უნდა წაგიყვანოთო და რა. მაიცა საძმა კაცო მიდიხარ და რა მე არა საძმა კაცო არა ისა მარტო სიმონ რა შენო და მეთქი ეგრევე ჩავედი ჯერა მე რას მისიგნალეთ მეთქი ბიჭო რაპონჩი დამადექით მეთქი და ჯარში წამსვლელი ვარ მე ბიჭო არ ვიცი სიტუაცია ეგრევე მე და დავატეხი ეგრევე დავტყდი რა სადაზღვევოში ვიცი ნაცნობი ვარ დავეძღვე ჯამთელობაზე და რამეზე ჩავარდი იქ პატარა ცეხი აქვს რა ბიჭებს და თითები მოვიჭერი და მეთქი ცაპცარა მეთქი თითები არ მაქვს მეთქი დავიბრაკეთ ხო რა მე რაო იქელს არ უშლისო ბიჭო ბიჭო ხელი ხო არ ხიე და რამე იმას არა შეჭება მამის ტოლა კაცი იყო ხელს როგორ დავარ აუ ეს ნახე როდიდან გახდე ბიჭო ეგ მამის ტოლა კაციო რო იცახი მამის ტოლა მამა შენი არ არის რო ხიე იმ დღესმაო რო გააკანე და წვიტე მამა შენ ვაფშე სხვა ბაზარი იყო ბიჭო და ნუ მიმეორებ მაგასთან უმახსენებ ნო
ჩემს ეყარებულზე ესასავებოდა, რას უზამდი, ბიჭო. არა, ძმა, ერთმანო თქვენი თემაა და რამე, ძმა, მაგაში მე ვერ ჩავერები, მაგრამ ბიჭო, რა მაინტერესებს? იცი ძალში იტოქში საბოლოოდ მიდიხარ თუ არ მიდიხარ, გამაგებინე რა. ჯარში მიდი, რა გტოვე, ბიჭო, ჯარიდან თავს ვიტოვებ, შენ დაგტოვე, ბიჭო. ეგრევე ნუკრი ექიმი რომ არ ჩვენ მეორე корпуში რო ნუკრი, კი, ვიცი. პლასტიკური ქირურგია და ეგრევე მივედი, შეჭმა და კაროჩ, რაღაც და იმენ აი ნახევარსაათში კაროჩე, პლასკასტოპია და ტელფა გამხარა, შეხედე შეჭე. აუ, მანახე. 30 ლარი თითოეულ 60 ლარა იმენა მაგრად გამოვედი და მივედი შეჭემა ეს თითები არა მეთქი ლაც და აღარ მეთქი პოლტი არა და კაროჩე არა ბიჭო სანჩი აგარი რამე გამახსენ და შენ თავს მიცავა შენ ხო დედის ერთა ხარ შეჭემა შეგიდე ლალიზე დაი დედის ერთა შემა ლალიზე მეუბნები ბიჭო აი ხო ბიჭო დაწყნარდი სხვა რამეს გეუნები ჯარში შენ ლიჩნად ვერავინ ვერ წაგიყვანს იმიტომ რომ ხარ ძმაო დედის ერთა გაიგე ეს ვინ არის და ნერვები უნდა დამაწყვიტოს თო აუ მამა გეგვეწები რა არ დავტო ამო რა ამე გიყვით ამო ჟამო შეიძლება ბაბი შენ ამბობ რა ყველა იმაზე შემოდის ზარზე ფიცარზე ვინ არის მე შენ ახლა ხო შენ ხახურად შემოდიხარ ოდა შენ Dagi da quando va bene, ah? Stavo a fare parate. Ma sicuro. Voi dai, tena gachume bicho. Bicho, bosole. Oh, minti gaia, bicho. წავსვამდა თუ რა. მაგარი ჩავარტყორე. მინდა რომ დაისაჯოს ეს ადამიანი და სასტიკი. რა გამეცი?